მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ბოლო წლებში საქართველოში პროფესიულ განათლებას თითქოს ახალი სიცოცხლე მიეცა, ბიუჯეტი იზრდება, პროგრამები მრავალფეროვანი ხდება, პროფსასწავლებლები ცდილობენ ფეხი აუწყონ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნას, უწყების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახორმა გვახსოვს, პროფესიული განათლება მისი მინისტრობის პერიოდში პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. სკოლებში პროფესიული განათლება ფეხს იდგამს, წელს 62 სკოლა ჩაერთო და მსურველთა რაოდენობაც არის გაზრდილი. ამასობაში ახალმა მინისტრმა ახალი პროფსასწავლებლები გახსნა, მოკლედ მცდელობებს ხედავთ. მაგრამ ხედავთ პარალელურ რეალობასაც, რომელიც აჩენს კითხვებს, ის რაც კეთდება, ემსახურება თუ არა რეალურად სისტემის შენებას, რომელიც პასუხობს ეკონომიკის საჭიროებებს. თუ უბრალოდ მცდელობაა, სტატისტიკა მოვალამაზოთ. რადგან სხვა სტატისტიკა, რომელიც პროფესიულ სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლებს ეხება, ცხადყოფს, რომ პროფესიულ განათლებაში ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო, რომ პროფესიული განათლების ბიუჯეტის ზრდის პარალელურად გვჭირდება რესურსის სწორად ხარჯვა, რომ იდეები არ იქცეს ფასადურ პროექტებად, რომელიც შესაძლოა სტატისტიკას ამაღლებს, მაგრამ სისტემას ვერ ცვლის. და თუ თანხმდებით, რომ პროფესიული განათლება ეკონომიკის შენებისთვის ერთ-ერთი ძლიერი ბერგეტია, ეს ფორმულა მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როცა ბიზნესის ჩართულობა, დუალური განათლება, ხარისხიანი მასწავლებლები და ინფრასტრუქტურა მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისი იქნება. რადგან ამის გარეშე პროფესიული განათლება საქართველოში დარჩება ფორმალურ ალტერნატივად და არა ნამდვილ ეკონომიკურ ტრანსფორმატორად. დღევანდელ გადაცემაში ცვლილების საჭიროებებზე ვისაუბრებთ, მიღწევებზეც ცხადია და ვეცდებით გულწრფელები ვიყოთ, როცა გამოწვევებზე ვსაუბრობთ, რადგან სწორედ დღეა საუბრები მგონია პროგრესისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სტუდიის სტუმრებს წარმოგიდგენთ ეკა თარგამაძე, ეკონომისტი, მაია თოიძე, ის წარმოადგენს კოლეჯ ბლექსის და თამარ თედორაძე, კოლეჯი ახალი ტალღიდან. მე მივესალმები სტუმრებს და მადლობა. სტუმრობისთვის მართალი გითხრათ, გარდა იმისა, რომ 25-ში დასრულდა მიღება განაცხადების პროფესიულ სასწავლებლებში, კიდევ ერთი მოტივატორი, კიდევ ერთხელ მიუბრუნებოდით პროფესიული განათლების თემას იყო ბოლო კონფერენცია, რომელიც პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა და აი ამ კონფერენციაზეც გვაინტერესებს დეტალები, რაზე შეთანხმდით, რაზე ისაუბრეთ, რა საჭიროებებზე და ასე შემდეგ. მოდით, ქალბატონ მაია, თქვენით დავიწყოთ. დასრულდა მიღება, რა მოცემულობა გვაქვს ახლა, რა გამოწვევების წინაშე დგას ზოგადად ეს პროფესიული განათლების ეკოსისტემა, როგორი სურათი გვაქვს, იყო თუ არა წელს ინტერესი კონკრეტულად მაგალითად თქვენს კოლეჯში. კი ბატონო, მოგახსენებთ 25 სექტემბერს დამთავრდა ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაცია და უკვე ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ 25 ოქტომბრამდე ჩავატაროთ შერჩევები და განვახორციელოთ პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა. ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკა ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ როგორც თქვენ წეყან აღნიშნეთ, ჩვენ 2 დღის წინ მქონდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს მიერ იყო დაფინანსებული და ამ კონფერენციაზე ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს სტატისტიკა უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება და გვაქვს სურათი, როგორც ვიცით, რომ უპრეცედენტო ოდენობით არის რეგისტრანტთა რაოდენობა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება რამდენად აისახა ეს ჩვენთან კოლეჯი ბლექსი, კი, ზუსტად ამის თქმა მინდა. კონკრეტულად ბლექსთან მიმართებაში ცვლილებები გვაქვს ცალკეულ პროფესიებთან მიმართებაში. ჩვენ ყოველწლიურად ზოგადად ისეთი მონაცემები გვაქვს, რომ როცა ვაცხადებთ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, დაახლოებით 2-3 მეტი აპლიკანტების რაოდენობა არის. მიმდინარე წელს 2.5-ჯერ მეტი აპლიკანტის ოდენობაა, ანუ 200 ადგილი გვაქვს ამ ეტაპზე მხოლოდ გამოცხადებული და როგორც აღინიშნა, 500-ზე მეტი არის რაოდენობა დარეგისტრირებული აპლიკანტების, მაგრამ შეიცვალა აპლიკანტების ოდენობა ცალკეულ პროფესიებთან მიმართებაში. ნახე რა საინტერესო სურათი იყო, ჩვენ თვითონაც ვაანალიზებთ. როგორც მოგეხსენებათ, თქვენ თავის დაუნებურად შეიცვალოთ თქვენი გეგმის მიხედვით მიდის მოთხოვნა მიწოდების ამბავი. ნახეთ როგორ ავხსნი ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით რა არის. ზოგადად ბოლო წლების განმავლობაში ალბათ თქვენაც გახსოვს, როცა ვიყავით თქვენი სტუმარი, ყოველთვის ვასახელებდი, რომ კულინარიის ხელოვნება იყო ყოველთვის პირველ ადგილზე მთელი საქართველოს მასშტაბითაც კი ხშირად. ეხლა მიმდინარე წელს რეგისტრანტთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე არის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების პროგრამა და ვფიქრობ ეს ლოგიკურია. ანუ ეს
ზრდაც წლების განმავლობაში ეტაპობრივად მოხდა. როდესაც 2000 განმაპირობებლებზეც უნდა ვთქვათ, მოთხოვნა იყოს რომ უსაფრთხოების სპეციალისტებზე. საქმეც ამაშია 2019 წელს, როდესაც შევიდა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ ძალაში და უკვე სისტემამ, კანონმა მოითხოვა რომ აუცილებლად სერტიფიცირებული ყოფილიყო სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირები, ჩვენ ლოგიკურია გავითვალისწინეთ საკანონმდებლო მოთხოვნა, დამსაქმებლების მოთხოვნა და 21 წლიდან დავიწყეთ უკვე ამ პროგრამის განხორციელება და უკვე ყოველწლიურად სტატისტიკა აჩვენებს რომ იზრდება, როგორც ჩანს კარგ სპეციალისტებსაც ვამზადეთ, მოდი ვაღიარო და ამ მიმართულებითაც ვიტყვი, მაგრამ გაიზარდა არ ვიცით, ნუ სტატისტიკა ცოტა სხვა რაღაცასაც გვეუბნება, რომ კონკრეტულად შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ვლაპარაკობ და თუ შეიძლება სხვა პროფესიებთან მიმართებითაც ვიტყვი, ქვეყნის მასშტაბით, რასაც ვაკვირდები, ანუ ჩვენს ვაანალიზებთ სხვა დაწესებულებების აპლიკანტთა რაოდენობას, როგორც ხედა უფრო მეტად ჩვენი ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ყველაზე მეტი რეგისტრანტები არის ისეთ პროგრამებზე, როგორც არის front-end development-ი, გრაფიკული დიზაინი, ანუ ახალმა მოცემულობამ შესაბამისად წინაპლანზე ახალი პროფესიები წამოწია. კონკურენტებიც გაგიჩნდათ ბაზარზე. კი ბატონო, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ აისახა თუ არა ეს მაგალითად რეგისტრაციის რაოდენობაზე, ანუ მსურველთა რაოდენობაზე. ანუ გადანაწილდნენ სხვადასხვაგან თუ თქვენი კოლეჯის რეპუტაცია მაინც მნიშვნელოვანი ამბავია. დიახ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიშა საგანმანათლებლო სივრცეში. იცით ხა რა მიმართულებით ვამზადებთ კადრებს, ტურიზმი, მშენებლობა, მათ შორის IT ტექნოლოგიები, ტექსტილი. როდესაც კონკურენტები შემოვიდნენ, ისინი სწორედ ამ ნიშით შემოვიდნენ, რომ ძირითადად ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ახორციელებენ პროგრამებს. კერძო კოლეჯები დაგვემატა აჭარაში, ასევე კერძო სკოლებმაც დაიწყეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და აპლიკანტების რაოდენობა ძალიან დიდი ოდენობა აქვთ მათ, სწორედ ამ პროგრამებთან მიმართებაში. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ როგორც კონკურენტი დაწესებულება მათთან ამ მიმართულებით არ უნდა შევიდეთ. ნახეთ, როგორც სისტემის წარმომადგენელს მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, რომ არის დაწესებულებები, რომელიც ბაზრის ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, მაგრამ ჩვენ რასაც ვახორციელებდით, იმ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ საქმიანობა და რა თქმა უნდა, ჩვენაც ვაფრეს პერიოდში ახალ პროფესიებს შევთავაზებთ დაინტერესებულ პირებს. კითხვა მინდა დაგისვათ ესეთია, შრომის უსაფრთხოებაზე, მაგალითად, როცა ამბობთ, რომ წელს შეიცვალა მონაცემი და ამაზე იყო დიდი მოთხოვნა და განმაპირობებელიც ვახსენეთ, ხო, რომ კანონის შეიცვლილებამ განაპირობა ის, რომ თქვენთან მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ მომდევნო ეტაპები როგორ იქნება, ანუ თუ გააგრძელებთ მაგალითად მიღებას ამ სპეციალობაზე, ხო, არის თუ არა მაგალითად კვლევა ჩატარებული, რამდენად მომდევნო წლებში იქნება საჭიროება ამ სპეციალისტების და თუნდაც ტექნოლოგიების მიმართულებით ახსენეთ, მოდური გახდა ძალიან ტექნოლოგიის მიმართულებით მიღება, ამ ნაწილში მითხარით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა არის ამ სპეციალობებზე, არის თუ არა კვლევა გაკეთებული, რამდენად სჭირდება ჩვენს ბაზარს ეს სპეციალობები, თუ უბრალოდ რაღაცა ტრენდია, რომ ტექნოლოგიების მიმართულება, პერსპექტიული მიმართულებაა და მაგიტო სწავლობენ. ანუ რამდენად არის რესურსი ქვეყანაში, რომ დაასაქმოს ეს ადამიანები? კარგით, გიპასუხებთ, ნახეთ, ორი სხვადასხვა მიმართულებით თუ დროს ძალიან ორივე ახსენეთ და ორივე თუ დროს ძალიან არ წაგახსენეთ. ნახეთ, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, რადგანაც საკანონმდებლო მოთხოვნა არის და ორგანიზაციებს აუცილებლად ჭირდება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები და ორგანიზაციებიც ლოგიკურია ემატება ხო შრომის ბაზარს. ამ ეტაპზე რა თქმა უნდა მოთხოვნა არის. უფრო მეცაც ვიტყვი, ჩვენ როცა დავინახეთ, რომ ვერ ვაკმაყოფილებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ჩვენ მიმდინარე წელს აუცილებლად გავზრდით ეგრეთ წოდებულ კვოტას. ანუ ჩვენ ყოველწლიურად შეგვიძლია მხოლოდ 20 პროფესიული სტუდენტის მიღება და შესაბამისად, რადგანაც მოთხოვნა გამოიკვეთა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. რაც შეეხება ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მოთხოვნადობას, ამ ეტაპზე ფაქტია, რომ მოთხოვნადია და აუცილებლად იმ დაწესებულებებმა, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, ბაზრის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, მაგრამ საკითხს არ ვუყურებ მხოლოდ ერთი კუთხით. იცით რა, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგანაც ჩვენ დავიმატეთ რომელიმე წელს ესა თუ ის პროგრამა, რომელიც ბაზარზე არის მოთხოვნადი, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ამ პროფესიების თუნდაც დასვენება, თუ კი ბაზარი გაჯერდება, არ შემოვიტანოთ ახალი პროფესიები, რომელიც მოთხოვნადი იქნება და ესა თუ ის პროფესია, იცით, როცა განმავლობაში მართლაც დაკარგავს აქტუალურობას, აი ხელოვნური ინტელექტიც რო გავიხსენოთ, ამ მიმართულებითაც შეიძლება ჩვენ უკვე დაგვიდგეს ის პერიოდი, როდესაც ესა თუ ის პროფესია შეიძლება მართლაც ბატონო, ამ კითხაში გულისხმობოდა რამდენად არის სინქრონიზაცია დამსახურებელთან და თქვენ შორის, იმიტომ რომ თუ თქვენ დაინახავთ, რომ აღარ არის საჭირო, ეს პროფესია შესაძლებელია ამ მიმართულების
მცირდება რაოდენობის ან გაზრდა პირიქით. კი ბატონო, მომდენოს სხვა პროფესიული კოლეჯის აზრიც მაინტერესებს. ცხადია ქალბატონი თამარ, მე ვნახე ბოლო კვლევა არ არის, წინა წლების კვლევა არის, მაგრამ სხვათა შორის განათლების უწყებას აქვს ეს გაკეთებული შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა კვლევის ანალიზი და თლად კარგი მაჩვენებელი არ არის ამ მხრივ, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ვინც ამთავრებს, ყველა ვერ საქმდება მაინც. ანუ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი ვერ საქმდება, მერე იცვლიან ისინი რაღაც გადაწყვეტილებებს და კიდევ სხვა რაღაცებს სწავლობენ. Რომ რატომ ხდება ეს? რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ, რა საჭიროება არის ბაზარზე, რა შევთავაზოთ ადამიანებს, იმიტომ რომ ამ კვლევითვე ცხადი გახდა, რომ თვითონ ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას თავიანთი ლოგიკით, რა იქნება მოთხოვნა იმოდენ წლებში და ეს აჩენს კიდევ რაღაცა ახალ ტალღას მოთხოვნის. ამას როგორ არეგულირებთ ამ მოთხოვნა მიწოდების ამბავს, ეგ მაინტერესებს. თქვენი გადაწყვეტილებაზე, თქვენი დაგეგმილია თუ რაღაცა ავტომატურად ხდება ამ ტალღის წარმოქმნა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, რაც შეეხება თუ როგორ ხდება მოთხოვნა მიწოდების პროცესი, პირველ რიგში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და უკვე აღინიშნა და არაერთხელ განმეორდებით ამ თემასთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელსაც იმატებს ესა თუ ეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, რა თქმა უნდა გამომდინარეობს შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა ეს წლების მიხედვით იცვლება. ჩვენ ჭრილში კოლეჯი ახალი ტალღის მაგალითზე ვიტყვი, რომ ყველა ეს პროგრამა, რომელიც ხორციელდება, შერჩეულია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, აქვე აღნიშნავ, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ 2024-2025 წლის პერიოდში მიმდინარეობს კვალიფიკაციების განახლების პროცესიც, აი მაგალითად ამ ეტაპისთვის დღეის მონაცემებით მუშაობთ კვლავ განახლებული კვალიფიკაციების ჭრილში, როგორც ტურიზმის, სამედიცინო, სამშენებლო მიმართულებით და ვემზადებით ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, განვიხილავთ აი იმ გამოცდილებას ერთი და იგივე პროგრამების ფარგლებში თუ გით, რაც შეეხება სტატისტიკას დასაქმების, იცით რა არის, ძალიან დიდია მოთხოვნა, ძალიან მზარდია სხვადასხვა მიმართულებით ობიექტების რაოდენობა და აქვე აუცილებლად ვიტყვი ქალბატონ თამარ, რომ თქვენი კურსდამთავრებულების გადინების სტატისტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია და დასაქმების სააგენტო უწყობს ამაში ხელს სხვათა შორის, რომ წავიდნენ ჩვენი პროფესიოსწავლებლის კურსდამთავრებულები უცხოეთში სამუშაოდ, ხო? აქვე ადგილობრივი ბაზარი და ბიზნესები წუწუნებენ, რომ კადრი არ ყავთ და ვერ ხერხდება კადრებით მომარაგება პროფესიოსწავლებლებიდან, საუბარი არის ხარისხზეც. აი ეს გამოწვევები არის რეალურად ჩვენ ბევრი გადაცემა დაგვიწვია ამაზე და ბიზნესები ამაზე მუდმივად საუბრობენ, რომ ხარისხი პრობლემაა, პრობლემა არის კადრების პოვნა. რატომ თუ თქვენ ამბობთ, რომ თანამშრომლობთ ბიზნესებთან და მოთხოვნა მიწოდების კომპონენტს ითვალისწინებთ, მაშინ რატო ვერ ხდება ეს თანხwebdriver, რაშია საქმე? აი წლის სტატისტიკურ მონაცემებს გაგიზიარებთ, 85%-ია დაახლოებით წლიური მაჩვენებელი, არ ვსაუბრო კონკრეტულად ტურიზმის ან სამშენებლო მიმართულებით, რაც შეეხება დასაქმებას, თანამშრომლობას, აი აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წლების წინ ბიზნესი გვევლინებოდა როგორც უბრალოდ დამსაქმებელი. აღნიშნული პერიოდისთვის ბიზნესის სხვა რაკურსით არის წარმოდგენილი. ნახეთ, ის არ არის უბრალოდ დამსაქმებელი. ბიზნესს კიდევ უფრო მეტი როლი აქვს ჩვენთან ერთად თანამშრომლებს, არა უბრალოდ როცა კურსდამთავრებულს ვასაქმებთ, არამედ ნახეთ, როგორც უკვე აღინიშნა, დასრულდა რეგისტრაცია, იწყება მოტივაციური გასაუბრების პროცესი, აღნიშნული პერიოდიდან შერჩევის პროცესიდან დაწყებული, შემდგომ უკვე და ესე შემდეგ ეტაპების მიხედვით უწყვეტ პროცესში. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში დუალური სწავლების პროცესი, კოოპერაციული, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული ინიციატივის მოწყობილი კაბინეტები. კი ბატონო, აი ნახეთ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმა. ეს ნახეთ, წლების მიხედვით ეს პროცესი კიდევ უფრო ვითარდება და მეტი მჭიდრო კავშირი აქვს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ბიზნესთან და მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი წარმატებული და წინ გადადგმული ნაბიჯია. კი ბატონო, მოდით აქვს დრო ჯერ გვაქვს, მაგრამ მე მინდა რომ შევთავაზო ჩვენს მაყურებელს კომენტარები, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა ჩაწერა იმ კონფერენციაზე, რომელიც ვახსენეთ. ძალიან საინტერესო აქცენტები აქვს ამ რესპონდენტებსაც. მოდით მოусმინოთ და აი ამ კომენტარის შესაბამისად გავაგრძელოთ მერე დისკუსია. ვიდეო შეგვიძლია ნახოთ ახლა.
პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა მასწავლებლები, პროფესიული განათლების მასწავლებლები იწყებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სწავლების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ თანამედროვე ტენდენციები, რასაც გვთავაზობს, ასე თუ ისე ფეხი უნდა უწყოთ. შესაბამისად, ძალიან გვეხმარება ის, რომ სასწავლო გარემო იყოს უფრო მეტად აქტიური, უფრო მეტად ჩართულები იყვნენ ჩვენი სტუდენტები და ამასთან ჩვენი როგორც მასწავლებლების დრო, ასე ვთქვათ, დავზოგოთ იმ ტექნიკური საკითხების ამბავში, რომელსაც ადრე უნდებოდით სიტყვაზე 2 საათი და დღეს უნდებით 10-15 წუთი. არსებობს უკვე კატეგორია, რომელიც ძალიან კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, არ აქვს მნიშვნელობა და ასაკიანია თუ სიტყვაზე ახალგაზრდა მასწავლებელია თუ გამოცდილი მასწავლებელია. ეს არის უკვე უნარებზე. ზოგი მასწავლებელი მე ვიცნობ მასწავლებლებს, რომლებიც სიტყვაზე უკვე 20-30 წელი ასწავლიან და ძალიან კარგად ფლობენ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს. შესაბამისად, მშვენიერია ეს, ძალიან მომწონს ეს ტენდენცია, რომ ყველა ასე თუ ისე დაინტერესებულია, თუმცა არის კატეგორია, რომელიც მაინც მიიღებს ამ ყველაფერს, მიიჩნევს უბრალოდ ამ ყველაფერს მიუღებლად, რაც ლოგიკურია, ყველა სიახლეს ახასიათებს, ასე ვთქვათ, დაპირისპირებული მხარე. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა მიდის, სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებთან თავისთავად არის მჭიდრო კომუნიკაცია და ჩვენ ვამზადებს სწორედ იმ მოთხოვნების შესაბამის კადრებს, რომელსაც გვიკვეთავს კერძო სექტორი. რაც შეეხება ინტერნაციონალიზაციას, ეს გახლავთ პროფესიული განათლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით გვაქვს ევროპის წამყვან ქვეყნებთან თანამშრომლობები. ჩვენ ვართ WorldSkills წევრი ქვეყანა და რიგით 47 კონკურსში შარშან მივიღეთ მონაწილეობა და ვგეგმავთ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს. ასევე ჩართულია პროფესიული განათლება Erasmus+-ის პროგრამაში და 10-მდე პროექტი ხორციელდება. ეხლა გახლავთ ზუსტად ის დრო, როდესაც სისტემაში მოქმედი კვალიფიკაციების სრულად განახლება ხდება დარგის ექსპერტების ჩართულობით და ეს პროცესი 25 წლის ბოლოს დასრულდება და ჩვენ 26 წლიდან უკვე ვიწყებთ იმ პროფესიებზე მუშაობას და იმ კვალიფიკაციებზე, რომელიც დღეს არ გვაქვს სისტემაში და უკვე დარგის მოთხოვნით იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება შრომის ბაზარი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და მეტად უფრო დეფიციტური ხდება კადრები, ჩვენ ამ მიმართულებით მათთან ერთად ვმუშაობთ. დასაქმების მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში უკვე 80%-ს უახლოვდება, რაც პირობითად 4-5 წლის წინ იყო 61-დან 64%-მდე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი კოლაბორაცია კერძო სექტორთან უფრო მეტად გარანტიას აძლევს პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს, რომ ისინი მიიღებენ წარმატებულად დასრულების შემთხვევაში ღირსეული ანაზღაურებით დასაქმდებიან. Within the framework of the second international conference of teachers. ჩვენ ვიმყოფებით მასწავლებლების მეორე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც პროფესიულ განათლებას ეძღვნება. გუშინ გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიულ განათლებასა და სწავლების პროცესში მეწარმეობრივი აზროვნების შესახებ. შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მეწარმეობა და მივედით დასკვნამდე, რომ მისი შემოქმედობითობასთან და მდგრადობასთან შერწყმა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შრომითი ბაზრის განვითარებას. ამავდროულად იგი აღვივებს მეწარმეობრივ აზროვნებას სტუდენტებში, რომლებიც მომავალში შეძლებენ საკუთარი უნარების გაღრმავებას და პროფესიული განათლებისა და სწავლების შემდგომ წინსვლას. ჩრდილოეთ მაკედონიის გამოცდილების გათვალისწინებით პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამებში დანერგვა იძლევა მოქნილობის საშუალებას მასწავლებლებმა განახორციელონ ისეთი აქტივობები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად განავითარებს სტუდენტთა მეწარმეობრივ უნარებს. Activities. მოკლედ, საინტერესო აქცენტი ქონდა ერთ-ერთ სტუმარს. ჩვენ რიგ თემებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ერთი კითხვა, შრომის ბაზარი დინამიურად ვითარდება და კადრების დეფიციტი გვაქვს და ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხო კოლეჯებს, სანამ ეკას ეკონომიკურ შეჯამებას ანალიზს გავაკეთებინებ, ძალიან მოკლედ მინდა რომ მიპასუხოთ, აი შრომის ბაზრის დინამიურად განვითარებასთან ერთად რას აკეთებს თქვენი კოლეჯები, რომ ეს კადრების დეფიციტი არ შეიქმნას.
არა მხოლოდ კურსდამთავრებულების ჭრილში, არამედ თქვენ გჭირდებათ ადამიანური რესურსი, ვინც უნდა ასწავლოს, ხო, ამ ადამიანებს. აი ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორ ახერხებთ აი ამ რესურსით შევსებას. კი, კადრების დეფიციტი როცა აღინიშნა, ეს ზუსტად დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ძალიან გაიზარდა მართლაც ცალკეული მიმართულებით კადრებზე მოთხოვნა, თუნდაც ტურიზმის მიმართულებით, განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა პანდემიის შემდეგ პერიოდში და ამას ყოველთვის ვამბობ და ეხლა მარტივად რა ჩემდა გულსატკენად ვამბობ, რომ ჩვენ სამწუხაროდ შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებთ. ნუ ხარისხი ცალკე თემაა, ნახეთ, ხარისხის მიმართულებით მუშაობთ იმ მიმართებით, რომ დუალური პროგრამების განხორციელება დავიწყეთ, კოოპერაციული პროგრამების, ისინი თვითონ ჩავთეთ ამ პროგრამების განხორციელების პროცესში და ამ ხრივ ვავსებთ ამ დეფიციტს, მაგრამ რაც შეეხება პროფესიული განათლების მასწავლებლებს, ესეც მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევა, იმიტომ რომ თუ გინდა რომ კვალიფიციური ხარისხიანი კადრი მოამზადო, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი უნდა გყავდეს. ძალიან კარგია ის გარემოება, რომ 2026 წლის იანვრიდან უკვე ძალაში შედის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი და მასწავლებლის სისტემაში შემოსვლის და მისი კარიერული განვითარების წესი. შესაბამისად უკვე შესაბამისმა უწყებებმა ძალიან ბევრი აქტივობები დაგეგმეს და ჩვენაც სწორედ ბიზნესს ვიყენებთ იმისათვის, რომ მათგან მოვიზიდოთ მათი განმახორციელებლები ჩვენს პროფესიულ განათლების მასწავლებლებად. კი ბატონო, და ძალიან კარგად იციან, როგორი კადრი ჭირდებათ. ინტერნაციონალიზაცია არის პრიორიტეტი. აი, როცა პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვსაუბრობთ, რამდენად გვაქვს ჩვენ კარგი რესურსი, რომ აი ეს საერთაშორისო ურთიერთობები გამოვიყენოთ, ჩვენ წინა გადაცემაშიც გქონდა ეს. კი ბატონო, რომ დაბრუნდნენ უცხოეთიდან თქვენი კოლეგები და საუბრობდნენ აი ამ საშუალებებზე განვითარების. აი რა რესურსი აქვს, იმიტომ რომ ევროპასთან ურთიერთობის რეალობას თუ გავითვალისწინებთ, ცოტათი გაგვიჭირდება ალბათ განათლებით გამოწვევა არ გვიგრძნია. განათლების სფეროში არ გვიგრძნია ჯერ, მაგრამ პერსპექტივაში ალბათ ვიგრძნობთ. აი აღნიშნა რომ ძალიან ბევრი პროექტებია, მზარდია, რაც კიდევ უფრო მეტად ანვითარებს პროფესიული მასწავლებლის კარიერული განვითარების შესაძლებლობა. წინ გადაცემაში თქვენ ყავდა ჩვენი წარმომადგენლები და დეტალურად ისაუბრეს. მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით პორტუგალიაში. აქვე აღნიშნავ, რომ აი კონფერენციის მიზანიც მეორე აი ეს კონფერენცია, რომელიც ჩატარდა, რეალურად უკავშირდებოდა ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებლების კიდევ განვითარების პროცესს. აქ არა მხოლოდ გაზიარდა ჩვენი გამოცდილება, არამედ იტალიის, მაკედონიის, როგორც სიუჟეტში აღინიშნა, აგრეთვე პორტუგალიის, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგების მიერ გაზიარდა ის გამოცდილება და ფიქრობთ, ესეთი ტიპის კონფერენციები, გაცვლები ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ძალიან კარგია, რომ ეს მზაობა არსებობს, რომ გამოცდილების გაზიარების სურვილი ჯერჯერობით აქვთ მხარეებს. ეკა, მოკლედ, მოვიდა, უნდა შეგაჯამებინო. კი ბატონო, ეკონომისტის რანგში დაგპატიჟეთ დღეს, თუმცა ვიცით, რომ პროფესიული განათლების მიმართულებითაც გაქვთ სწავლების გამოცდილებაც და ტრენინგების ჩატარების გამოცდილებაც. გითხარით, აი, როცა ვსაუბრობთ, რომ პროფესიული განათლება უნდა იყოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი და ამაზე დგას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა. თქვენ რას ხედავთ საქართველოში? ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვითარდება მართლაც, თუმცა ამ მოცემულობით შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ აი პროფესიულმა განათლებამ ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა უკვე. მადლობა კიდევ ერთხელ. და გამოწვევებზეც ვისაუბროთ, ხადია. აღნიშნეს მაიამ და თამარმა, რომ უკვე ითვალისწინებს ეს სფერო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, შრომის ბაზარები გულისხმობ და ამავე დროს ითვალისწინებს ბიზნესის აზრს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და წინგადადგმული ნაბიჯია, ამიტომ რომ ფაქტობრივად ეს თანამშრომლობა შემდგარია და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა პროფესიული განათლების სექტორი, სწორედ ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა მიწოდების ბალანსი ჯერჯერობით მართლაც არ არის დაცული და საკმაოდ სწრაფად ვითარდება ეკონომიკის ტემპები, ასე ვთქვათ, და გამოწვევებიც ძალიან ბევრია.
ზოგადად ჩვენ ახლა უკვე არ ვართ ჩაკეტილი სამყარო, გლობალურ ტენდენციებსაც ასე ვთქვათ მიუყვებით, ჩვენ დაუნებურად არის საუკეთესო მაგალითები როგორ მოახერხეს. ძალიან კარგია რომ ვიზიარებთ გამოცდილ და განვითარებული ქვეყნების მაგალითებს. ჩვენ ქვეყანაში რა არის ახლა მაპროვოცირებელი ჩემი აზრით და გადასახედიდან. პირველ რიგში საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი პროფესიების და მიმართულებების შემუშავებაში და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეკონომიკის განვითარების ტენდენციები. არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა და ერთხელ აღნიშნე კიდევაც რომ ტემპები არის საკმაოდ მაღალი და ამ ტემპებისთვის აყოლა, არ ვიცი, მე მგონი საკმაოდ რთულია, ხო? გამეთანხმებით. რა არის ახლა მთავარი გამოწვევა გლობალური, თქვათ, პლატფორმის და გადასახედიდან? ძალიან აქტუალურია და მომავლის პროფესიებად ითვლება IT ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიები, თუმცა ვიცით როგორ შემოიჭრა ხელოვნური ინტელექტი ჩვენ სივრცეში, ჩვენ დაუნებურად მგონი ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უკვე ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების, ასე ვთქვათ, ხო, რაღაც ესეთი საჭიროებაც გაჩნდა. გარდა ამისა, ეგ IT ტექნოლოგიები უამრავი მიმართულებით შეიძლება ჩაიშალოს, რომელიც ჯერჯერობის შესაძლოა ისე ფეხმოყიდებული არ არის ჩვენს ეკონომიკაში და შრომის ბაზარზე, თუმცა თუ გადავხედავთ სოფლიო ეკონომიკურ ტენდენციებს და იმას, რომ საქართველოს ერთ-ერთი რგოლია, ასე ვთქვათ, ამ ჯაჭვში, რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებაც მოგვიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ითხრა სკოლებში პროფესიული განათლების მიღება. შარშან დაიწყო როცა პილოტურ პროგრამა, მაგრამ წელს ვნახეთ, რომ სკოლების რაოდენობა, ვინც ჩაერთო ამ პროგრამაში, გაიზარდა და დარეგისტრირებულთა რაოდენობაც ბევრად არის გაზრდილი, ანუ სკოლის მოსწავლეებიც არიან თვითონ დაინტერესებული. ანუ სისტემურად როგორ ხედავთ აი ამ ამბავს, რომ სკოლიდანვე დაიწყოს ამის მიღება. მაგალითად, იგივე საფრანგეთს რა სისტემაც აქვს, გერმანიას რა სისტემაც აქვს, რომ სკოლაშივე გადაწყდეს. ძალიან მნიშვნელოვანია. რა რესურსს წაიღებს პროფესიულ განათლებაში და რა რესურსს შექმნის სახელმწიფო, თან ისე რომ ვიცი ქალბატონი მაიას აზრი, თან ისე გააკეთოს, რომ ამ ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივაც არ შეუზღუდოს, ხო? დავუტოვოთ აუცილებლად. ეს რამდენად სწორად ვითარდება და რამდენად არის სწორი გზა, თქვენ როგორ ხედავთ? უბრალოდ წინადადებას დავასრულებთ, დავიწყეთ ახლა. და არის კიდე ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს კიდე აუცილებლად პროფესიული განათლების სექტორმა, ციფრული ეკონომიკის, მწვანე ეკონომიკის და ამასთან დაკავშირებული, თქვათ, გამოწვევები და არის კიდე თქვენ წარმოიდგინეთ საბუნებისმეტყველო საგნებთან დაკავშირებით მოთხოვნები იზრდება და დეფიციტიც კი არის ახლა შრომის ბაზარზე. კი ბატონო, STEM მიმართულება, STEM მიმართულება, BIM მიმართულება არის ასევე გაციფრულება შენობების და საინფორმაციო მოდელირება და უამრავი, თქვათ, ახალი გამოწვევა და ტენდენცია, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თორემ ძალიან დიდი იქნება. აი ვუწყობთ თუ ვერა ფეხს. ახლა რაც შეეხება სკოლას, აი ვფიქრობ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილება მაინც ვერ ხერხდება ბოლომდე, თუმცა ვინაიდან არ არის ჩაკეტილი ეს პროფესიული სექტორი მხოლოდ სახელმწიფო, თქვათ, სექტორში და კერძო არის ძალიან ბევრი პროვაიდერი, დიახ, ანუ ზუსტად კონკურენტული გარემო ახსენეთ თქვენ და აბსოლუტურად გახსნილია მოქმედება და ბაზარი და შეუძლიათ კი მათ გააჩნიათ დაფინანსება, ეგ კი არა ბიზნესაც გააჩნია იმის საშუალება, რომ თავისი წარმოების ბაზაზე ასწავლოს პროფესიული მიმართულებები და ბევრმა ბიზნესმა ამის შესახებ არ იცის სხვათა შორის. და ვფიქრობ, რომ საინფორმაციო კამპანიაც ამ მიმართულებით გასაძლიერებელია. კი ბატონო, სავაჭრო პალატის ექსპერტი ვარ და ხშირად მქონია უკაცრავად შეხება ამ საკითხთან, რომ ბევრ ბიზნესს აქვს კადრების საჭიროება, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ნაკლები აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითონ შეუძლია ეს სწავლების ჰიბრიდული მეთოდი განახორციელოს. სკოლებს რაც შეეხება, ყველაფერი მინდა მოვასწრო და მცირე დრო გვაქვს. სკოლებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ თვითონ პროფორიენტაციის საკითხები, აი კიდევ ერთი გამოწვევაა. ჩვენ ქალთა კლუბის წარმომადგენელი ვარ, მე წინა წელს თავმჯდომარეც ვიყავი და მქონდა პროფორიენტაციის პროგრამა გოგონებისთვის, მე-9, მე-10, მე-11 კლასელებისთვის. ანუ ბავშვებს ვეხმარებოდი, თქვათ, შერჩეული პროფესიის დატესტვაში, ასე ვთქვათ, ორკვირიან სტაჟ
დაკავშირებას უკეთებდით და წარმოიდგინეთ, რომ სკოლის მოსწავლე უკვე ზრდასრული, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული აზროვნების ადამიანია და ძალიან კარგად აანალიზებს რა გამოწვევებია, სად უხეშად რო ვთქვათ, იშოვება ფული, სად არის მაღალი ანაზღაურება და სად შეუძლია რომ დასაქმდეს. და შესაბამისად, სწორედ აი როგორი სიტუაცია იყო, იცით, აი ის პროფესიები, რომლებიც მათ აირჩიეს, ერთ-ერთი პასუხობდა ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და ტენდენციებს. და რაც ჩემთვის კიდე ყველაზე ძალიან მისასამებელია, უკვე დაიძლია, ასე ვთქვათ, ჩვენ საზოგადოებაში გენდერული შიშები და ეგრეთ წოდებული სტერეოტიპები კაცის და ხალის პროფესიებთან დაკავშირებით. უნივერსიტეტში უნდა წავიდეს. ვფიქრობ, რომ სკოლებს კარგი შესაძლებლობა აქვთ ამ მხრივ და ეს მიმართულებაც ძალიან გასავითარებელია. ძალიან დიდი მადლობა. მე სწრაფად დაგეშვიდობთ, იმიტომ რომ საარჩევნო რეკლამის დრო მოვიდა და ეს აუცილებელი ამბავია არჩევნებამდე. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მაყურებელს შევახსენებ მაია თოიძე, თამარ თედორაძე, ეკა თარგამაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები, პროფესიულ სასწავლებლებს წარმოადგენდნენ და ეკა არის ეკონომისტი. ეს თემა არ დამთავრებულა და ცხადია ჩვენ კიდევ ერთხელ და მრავალჯერაც მიუბრუნდებით და გულშემატკივროთ ძალიან. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოკლედ ნახოთ რეკლამა და ახალი თემით და ახალ სტუმართან დავუბრუნდებით. გადაცემის ამ ნაწილში გლობალური განათლების ახალ სტანდარტზე უნდა ვისაუბროთ. ეს ტრენდი საქართველოშიც აქტუალური ხდება და განათლების ბაზარზე გამოჩნდნენ აქტორები, რომლებიც ცდილობენ შეავსონ ის დანაკლისი, რასაც სისტემა ვერ უზრუნველყოფს. მაგალითად, ტექნოლოგიების მიმართულებით, არაფორმალური განათლების ფორმატში თუ პროფესიული სასწავლებლის სახით. ამ სფეროს ათვისებას ცდილობს Skillville, რომელიც ახალია და ჯერ მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია და მრავალფეროვან პროგრამას თავაზობს სურვილებს, თუმცა ტექნოლოგიების მიმართულებით ინტერესი გაცილებით პატარა ასაკიდან ჩდება და რა არჩევანი აქვთ მოზარდებს, ან ამ ასაკში რისი სწავლა რეალური ან რელევანტური. ამაზე ვისაუბრებთ სტუმართან, რომელიც წარმოადგენს Steve Jobs-ის ამერიკულ აკადემიას, რომელიც ბათუმშიც ფუნქციონირებს მალე, მიღება უკვე დაწყებულია და დეტალებზე რა შესაძლებლობებს თავაზობს ახალგაზრდებს Steve Jobs-ის აკადემია, თამარ კერძაია აკადემიის პრეზიდენტი გვეტყვის, რომელიც არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან და გილოცავთ პირველ რიგში, რომ ბათუმშიც გახსნით ამ აკადემიას და ბათუმელ ახალგაზრდებს და მოზარდებსაც ექნებათ ამის შესაძლებლობა. მოდით გითხარით დეტალები, ჯერ ვისთვის არის ასაკობრივი კატეგორია, მე დავაკონკრეტე თავში, რომ მოზარდებსაც შეიძლება თქო, ვისთვის არის და რას თავაზობს თქვენი აკადემია. მოგესალმებით მარი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხოთ შევს პირველად ვარ ბათუმის ტელევიზიაში და ძალიან მიხარია. კეთილი იყოს. მადლობა. მსოფლიოს 60 ქვეყნის შემდეგ, რომელშიც ეს პროგრამები არსებობს, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ შარშან უკვე საქართველოს შეუერთდა ამ გლობალურ ქსელს. და წელს უკვე ქალაქ ბათუმი იქნება აი ამ ამბის ნაწილი. რაც ყველაზე მეტად გვახარებს არის ის, რომ ეს არის გლობალური ლიდერების პროგრამა. ეს არის საკმაოდ სპეციფიური პროგრამა. არ არის გათვლილი ესე რომ ვთქვათ, რომ აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს. ეს არის სპეციფიური პროგრამა, რომლის მიზანიც გახლავთ გლობალური ტექნოლოგიური ლიდერის აღზრდა. ვიწყებთ 6 წლის ასაკიდან, 6-დან 16 წლის ჩათვლით შეუძლიათ მოსწავლეებს მიიღონ მისაღებ გამოცდებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მოხდნენ აკადემიაში საჭიროა მისაღები გამოცდების გავლა IQ-ს და ინგლისურის კომპონენტში. ჩვენ არ ვაფასებთ საგნობრივ კომპეტენციებს, ჩვენ ვაფასებთ მხოლოდ ესე რომ ვთქვათ, კომუნიკაციის უნარებს. ბევრი უნარი შედის, მათ შორის IQ და ინგლისური, იმიტომ რომ სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ 6 წლის ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს ინგლისური კომპეტენცია იმ დონეზე, რომ თავიდან ბოლომდე სრულად შეძლოს ტრენინგის ინგლისურად მოსმენა, ამიტომ ადაპტირებულია, ანუ ინგლისური და ქართული თარგმანი მიმდინარეობს, თუმცა ეს თარგმანი ნელა იკრებს და რჩება მხოლოდ კი ბატონო, აქვე აუცილებლად გაუჩნდებოდა ალბათ მაყურებელს კითხვა, რატომ ინგლისურად არიან თუ არა ტრენერები არა ქართულენოვანი ადამიანები და მაგიტომ თუ უბრალოდ რაღაცა ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, ამ სპეციფიკის გათვალისწინებით არის. ანუ ვიღაცას ვინც არის ის ინგლისური გული დაწყდებოდა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას თქვენს პროექტებში და მოდით უთხრათ რა უპირატესობა ამ შემთხვევაში ინგლისურად. როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრამას აქვს ძალიან სპეციფიური მიზანი, ეს გახლავთ გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ტექნოლოგიური ლიდერი. შესაბამისად, პირველი პასუხის თქვენ თვითონაც სწორად თქვით, გლობალური ტექნოლოგიური ლიდერისთვის, რა თქმა უნდა, ინგლისური ენა უბრალოდ არის სამუშაო ენა, ეს არის basic, როგორც იტყვიან, ხო, ანუ ძირითადი თემა. მეორე ლიტერატურა და მასალები.
ფიზიკურად ვერ მოხდება ქართულ ენაზე ყველაფრის თარგმნა და რომც მოხდეს თეორიულად, როგორც ითარგმნება, უკვე ჩათვალეთ რომ ძველია. იმიტომ რომ ჩვენი პროგრამებიც კი არ არის სტატიკური. ჩვენ არ გვაქვს სტატიკური პროგრამა, რომელიც მაგალითად დამტკიცდა 2023 წელს და მოვდივართ შეუძლებელი. თვეში ერთხელ ხდება განახლება პროგრამის, რატომ? იმიტომ რომ რასაც გუშინ მასწავლით, მაგალითად ხელოვნურ ინტელექტში, დღეს გვაქვს სრულიად ახალი ამბავი და ბუნებრივია გუშინდელ ამბავს ვერ ვასწავლით დღეს. კი ბატონო, ქალბატონ თამარ, თქვენს სოციალურ გვერდზე რო გადავხედეთ ესეთი ძალიან ხმამაღალი განცხადებებიც არის, ჩვენ 15 წლით ვუსწრებთ საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო სისტემას და ასე შემდეგ. მოდით კითხვას დაგისვამთ ესე, თქვენ უკვე გაქვთ ქართულ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და მინდა რომ აი ამ კითხვით გამოვაჩინოთ რეალურად რა სურათი გვაქვს. ის ბავშვები, მოსწავლეები, რომლებიც მოდიან თქვენთან თქვენ ხო გაქვთ მათთან შეხება გამოცდების სახით სწავლების პროცესში. აი რას ხედავთ, რა აკლიათ, რა უნარები აკლიათ, რა ცოდნა აკლიათ, რისის შევსებაც ხდება თქვენთან, ანუ მცდელობა გაქვთ ამისი. ანუ ოფიციალურ საგანმანათლებლო სისტემას, საჯარო სკოლებს რა აკლია, რას ვერ აძლევენ ისინი, რა ცოდნას ვერ აძლევენ ახალგაზრდებს. მარი, პრობლემა არ არის ლოკალური. პრობლემა არის გლობალური. მხოლოდ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე არ არის საუბარი და ეს პრობლემა აბსოლუტურად ყველა ქვეყანას ეხება. ჩვენ ცხოვრობთ განსაკუთრებულ ერაში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების სისწრაფე არასდროს არ ყოფილა ისეთი სწრაფი, როგორიც დღეს არის. როგორ ფიქრობთ, ეს კარგია თუ ცუდია, თქვათ, სწრაფად რო ვითარდება ტექნოლოგიები? ჩემთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეში მეხმარება, მაგრამ ვიღაცებს შიში აქვს. შეიძლება იყოს. შიში აქვს და შიში არის ლოგიკურიც. ამ გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ის არის, რომ ზოგადად განათლების სისტემა ვერ ეწევა ტექნოლოგიურ განვითარებას. აქ არ არის საუბარი კონკრეტული ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაზე, მაგალითად საქართველოზე არანაირად. ეს ეხება ყველა ქვეყანას თანაბრად. იმიტომ რომ გლობალური რეფორმა რომ მოხდეს და მაგალითად სკოლები სწრაფად ადაპტირდეს იმ ტექნოლოგიურ სისწრაფესთან, რომელშიც დღეს ჩვენ გვიწევს ყოფნა, ამისთვის სჭირდება რომ საოცრად სწრაფად ადაპტირდეს პირველ რიგში პედაგოგები. ანუ ესე იგი ფაქტურად პროგრამა არ იქნება გაწერილი და პედაგოგს გავლილი არ ექნება ტრენინგი, რომ უკვე ახალი ცვლილება შემოვა. ჩვენ საოცარ ერაში გვიწევს ყოფნა და ამ ერის მთავარი გამოწვევა არის სწორედ ის, რომ ვერც ერთი საგანმანათლებლო სისტემა, ასე რომ ვთქვათ, იმ სისწრაფით და იმ ტემპით ვერ ადაპტირდება, რასაც ტექნოლოგიური სიახლეები გვთავაზობს. კი ბატონო, მაშინ აქვე გითხავთ, აი მაგალითად სახელმწიფოს აი სისტემას, საგანმანათლებლო სისტემას თუ აქვს რაიმე ინტერესი გამოხატული, რომ გეთანამშრომლოთ თქვენ და წაიღოს თქვენგან რაღაც ეს გამოცდილება, არაფორმალური განათლებისგან წაიღოს ეს გამოცდილება, იმიტომ რომ სისტემა დიდია, თქვენერი არაფორმალური განათლების ცენტრები პატარები და უფრო სწრაფად ახერხებენ ადაპტირებას, საერთაშორისო გამოცდილების წამოღებას, ვიდრე სისტემურად ეს ხდება, ხო? ანუ ეს არის თუ არა გზა, თქვენ როგორ ხედავთ ამას, რომ თქვენგან წაიღონ გამოცდილება და გამოიყენონ ეს ცოდნა? ბატონო, თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ, რომ არაფორმალური განათლება იმიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომ არაფორმალურ განათლებას აქვს მეტი მოქნილობა, რომ სწრაფად ადაპტირდეს და სწრაფად ჩაუშვას ცვლილებები, ესე რომ ვთქვათ, პროცესში. ზოგადად არაფორმალური განათლება მე აქ თუ მშობლებიც გვისმა მათ საყურადღებოდაც ვიტყვი, რომ აი ჩვენი სტივ ჯობსელებიდან გინდათ ნებისმიერი მოსწავლე მათ შორის აი საერთაშორისო პროგრამებში, სადაც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, გაცვლით პროექტებში, იქ იცით თქვენ გაგიგიათ Erasmus-ი, Flex-ი, რაღაც ამდაგვარი პროგრამები გაგიგიათ. თითქმის 99% ამ პროგრამებისაც კი ითხოვს არაფორმალურ განათლებას. ანუ მხოლოდ სკოლის სერტიფიკატით, რომ აი მე ეს გავიარე, თუნდაც კარგი ნიშნებით ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ სკოლის სერტიფიკატით ის საერთაშორისო პროგრამებიც კი არ ინტერესდებიან, მათ შორის არც უნივერსიტეტები, საზღვარგარეთ უნივერსიტეტები, რომელშიც აქცენტები მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ არაფორმალური განათლება ეს აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით და ამ ტრენდს მიყვება საქართველოც ნამდვილად. მე აქვე თუ მექნება საშუალება, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეული იმ ადგილობრივი ქალაქის მერიას, რომელიც
აი მართლა ყოფილა შემთხვევები, რომ აი გვეგონა რომ ძალიან დიდი დრო დაჭირდებოდა იმის, რომ აგვეხსნა რაშია საქმე და როგორ შეუძლია ვთქვათ ადგილობრივ თვითმმართველობას ხელი შეუწყოს არაფორმალურ განათლებას. იყო შემთხვევები, მაგალითად დავასახელებ ქალაქ ფოთის მერიას, ქალაქ ხონის ადგილობრივ თვითმმართველობას და მერს, რომლებიც აი წამში ადაპტირდნენ და მიხვდნენ რა საჭიროებაზე იყო საუბარი და აი აბსოლუტური მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, რაც კი შეიძლებოდა რომ ისე რომ ვთქვათ მათი ქალაქის პარკებში მოვხდეთ. მოდი ბარემ აქვე ვთქვათ ხარდაჭერა რას გულისხმობს, ანუ ფინანსურ ნაწილში როგორ არის, ვიცით რომ თქვენთან შეიძლება რომ გამოცდითაც მიიღო გრანტი და ისწავლო უფასოდ, მაგრამ ძირითადად მაინც ფასიანია, ხო, ვინც ვერ ჩააბარებს, გადაიხადოს და ისწავლოს ეგრე გამო. ანუ ადგილობრივი მერიები ფინანსურად მაგათად რამდენად მოდიან აი ამ კონტრიბუციას რამდენად აკეთებენ, იმიტომ რომ მე სქილვილი ვახსენე წარდგენაში და სქილვილის შემთხვევაში მაგალითად მუნიციპალიტეტები თანამშრომლობენ რომ დაუფინანსონ სწავლება ახალგაზრდებს. თქვენ შემთხვევაში თუ არის ინტერესი რომ აი მუნიციპალიტეტებს შეემოდიოდნენ აი ამ ფინანსურ ნაწილში. მარი, კარგი ამბავი ამ კუთხით გვაქვს ის ჩემო ძირფასო რომ სტივ ჯობსის აკადემიაში მოქმედებს სტივ ჯობსის ფონდის ესე ვთქვათ კონცეფცია რაც გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ქულების მიხედვით, ანუ როგორც უკვე გითხარით იმისთვის რომ სტივ ჯობსის აკადემიაში მოხდეს მოსწავლე გადის მისაღებ გამოცდას, მისაღებ გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით ის მოიპოვებს სასწავლო გრანტს. სტივ ჯობსის ფონდი ეს არის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს კურსდამთავრებულთა იდეას. კერძოდ, აი ეს ჩვენი პატარები, ხო თქვათ ბათუმში ვიხსნებით ჩვენ დღეს, აი ეს პატარები, როგორც კი ხდებიან სტივ ჯობსელები, დებენ ფიცს. რომ როგორც კი მიაღწევენ წარმატებას, მათ რისი სურვილიც აქვს, რამდენი სურვილისაც აქვს, ეხმარებიან უკვე შემდგომ თაობებს, სტივ ჯობსელებს განათლების მიღებაში. და ისინი ამ ფიცს დებენ ძალიან საჯაროდ, ესეც საზეიმო ღონისძიებას და ძალიან უყვართ მათ ეს ფიცი და ძალიან იამაყებათ, რომ ისინი უნდა გახდნენ წარმატებული იმისთვის, რომ თუნდაც სხვა თაობებს დაემატნენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. 100%-იანი გრანტი შესაბამისად საქართველოს მასშტაბით 200-მდე ბავშვი სწავლობს უკვე 100%-იანი გრანტით. კი ბატონო, როდის მთავრდება მიღება სწრაფად ვუთხრათ 7 ოქტომბერს სრულდება ბათუმში მიღება. 7 ოქტომბერს სრულდება ბათუმში მიღება და აუცილებლად უნდა გააკეთოთ არჩევანი, თუ გინდათ რომ რაღაცა კონკურენტუნარიანი იყოთ ბაზარზე. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას უსურვებ სტივ ჯობსის აკადემიას ბათუმში. სტუდიაში სტუმრად ყავდა თამარ კერძაია, სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის პრეზიდენტი. მადლობა სტუმრობისთვის. ზოგადად ზრდასრულ ადამიანებს ყოველ დღე გვიწევს პატარ-პატარ არჩევანის გაკეთება, პირადი თუ საზოგადო და ეს გადაწყვეტილებები ხშირად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ მნიშვნელოვანი ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ და არა სხვების კარნახით. სწორი გადაწყვეტილებები კი თავისუფლებას საჭიროებს. სწორედ ასე ვქმნით პროგრესულ მომავალს, თავისუფალი არჩევანით და პასუხისმგებლობით. ეს ყველაფერი კი განათლებით მიიღწევა. ამიტომ უნდა დავზუმოთ განათლებაზე ყოველ ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციო შემდეგ. გემშვიდობებით ნახვამდის.